Asta იყო სპორტის სიახლეები, რომელიც დიმიტრი ოპოლაძემ გაგვაცნო. მადლობა დიმა. კიდევ ერთი ქართული ფილმი და აჟიოტაჟი მოსკოვის კინოფესტივალზე ყველასგან განსხვავებული სერიოზული ქართული კინო ასე შეაფასეს მოსკოვში ლადო ბურდულის ნამუშევარი. კონფლიქტის ზონა 31 კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს. სურათის პრემიერა ხვალ შედგება. კონფლიქტის ზონა მოსკოვის 31 საერთაშორისო კინოფესტივალზე პრემიერამდე ერთი დღით ადრე უკვე შეაფასეს. პრესჩვენებას კრიტიკული თვალის გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა დასკვნა ყველამ ერთხმად და ერთი გამოიტანა. მოსკოვმა ყარაბაღი 2 მიიღო და მის წინაშე თავიც დახარა. მიხარია, რომ ასეთი ნიჭიერი რეჟისორია მანო ბურდული. არაჩვეულებრივი სურათია, მსახიობებიც საოცრად თამაშობენ. განწყობა ფილმის ნახვის დროს საოცარი იყო. თან ვიცინოდი, თან ტიროდი, მადლობას იმსახურებენ. ცრემლები ვანო ბურდულის სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღარ გამოუჩენიათ. ზოგიერთმა მხოლოდ ბასრი ენა გამოიჩინა და რეჟისორს რუსული ენის დამახინჯებისთვის და უწმაწურად გამოყენებისთვის უსაყვედურა. თუმცა ბრალდება მიშა მესხის რუსული გაბაასების შემდეგ სავარაუდოდ მოიხსნა. Я правда случайно попал в фильм, потому что я на улице просто тусовался, и там ко мне подошли двое молодых парней и сняли моё фото. რუსული ენის არც ისე კარგად მცოდნე და ფილმში შემთხვევით მოხვედრილმა მსახიობმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და რუსი კრიტიკოსებისთვის აღმოჩენად იქცა. ქართველები კინემატოგრაფიაში ყოველთვის ძლიერები იყავით, იმედი მქონდა და არც გაგიცრუებიათ. ფილმი ნამდვილად შთამბეჭდავია. სიტყვები წარმოყოფნის, რაღაც ისე შეგვაქეს ფილმიც, რავი, მე თვითონაც რეჟისორიც, რავი, რომ ძალიან გასაკვირიც იყო და ძალიან ამაყივარ. საკონკურსო პროგრამაში პერსპექტივა, რომელშიც კონფლიქტის ზონაა წარდგენილი, სულ 14 კინოსურათი იღებს მონაწილეობას. მინდა იმსახურებს პრიზს საუკეთესო კინოდებიუტისთვის ფესტივალის დასასრულს გაირკვევა. თუმცა დღესვე უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ფილმს მომდევნო დღეებშიც კრიტიკაზე მეტი დადებითი შეფასება შეხვდება. რუსი მაყურებლისთვის აფხაზეთის ომის თემატიკა კვლავ აქტუალური აღმოჩნდა და რუსეთის დედაქალაქში აჟიოტაჟიც გამოიწვია. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმი, რომელიც მინახავს ამ ბოლო პერიოდში. ეს ფილმი სიყვარულზეა. სამწუხაროდ ომი ყველაფერს ანადგურებს. ის რაც რეალურად ხდება, სრული უაზრობაა. ჩვენ რუსებს ყოველთვის გვიყვარდა ქართველები. რუსეთში ფილმის ჩვენება, ქართული ფილმის ჩვენება, ჩემთვის მე მგონი ძალიან კარგია, ჩემი აზრით რა, ეს ფონზე რაც ხდება საერთოდ, ხო? რაც მეტი გაცვლა იქნება ჩვენ შორის ზუსტად კინოს ამბავში მით უკეთესია და საერთოდ ქართული ფილმი რაც მეტი იქნება და მეტ სხვა ფესტივალებზე ივლის და ნიუსი საქართველოს შესახებ იქნება არა ომი და რაღაც უბედურება, არამედ ფილმი და რაღაც კაი ამბავი, ეს არის ალბათ ზოგადად თავარი მიზანი. ხელოვნება პოლიტიკას არ უნდა ეხებოდეს და ვფიქრობ რომ კაი იყო რომ აქ ჩამოვედით, იმიტომ რომ ეგრევე ვიგრძენი ძალიან დიდი სიტყვა. კიდევ ერთხელ და უფრო მეტი მაყურებლის წინაშე კონფლიქტის ზონას ხვალ ოფიციალურად წარადგენენ. 3 ქართული ფილმიდან შეფასებას ფესტივალის მომდევნო დღეებში კიდევ ერთი გიორგი ოვაშვილის გაღმა ნაპირი მიიღებს. 28 ივნისს კი მოსკოვის 31 საერთაშორისო კინოფესტივალი საბოლოო ვერდიქტს დაჯილდოების ცერემონიალზე პუშკინის კინოთეატრში გამოიტანს.